Ира, შერარი, სობოდე ეკეტა. იარაღით დადიოდა სულ? კი. როგორ ამზადებდა კილერი კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობას? აი ესო გამაიღეს. საკვამური. იქ რა უნდა? იარაღს ეძებ. გელას ეძებენ. ლევან ჯანგოლაძეს დაქირავებული მკვლელი რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. ამ კადრებში გამოჩნდა კილერი, რომელიც ნოემბერშიც იდგა, აქ და დეკემბერში. შაბათის გუნდმა მოიპოვა ჯანგოლაძეზე ჩასაფრების ახალი კადრები. ვიდეო მასალა მინიმუმ აჩენს ეჭვს, რომ დანაშაულის ადგილზე კილერი ვიღაცისგან მინიშნებებს იღებდა. ან მისი მოგური ამოიღეთ დაათვალიერა. თუ წაშალა ეს მოწერები. გასუფთავებულია. ამას ჭირდება ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენ ვიპოვეთ ოქროს მოწმე. დღეს კავშირზეა ის შეიარაღებული პირი, ვინც კანონიერი ქურდის ძმას თბილისის აეროპორტში დახვდა. პანაშვიდზე მიიყვანა და მანქანაში ელოდა. თქვენ დახვდით ხო აეროპორტში იმ დღეს? თქვენ საპასუხო გასროლა არ მოახდინეთ, ხო? ეს გია ჩადუნელია, ლევან ჯანგოლაძის სანდოკაცი. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის მწარმოებელ კომპანია დელტასთან ერთად საერთო ბიზნესი 2023 წლიდან დაიწყო. ვის ეკუთვნოდა რეალურად ეს კომპანია? ეს ჯანგოლაძის კავშირებია თავდაცვის სამინისტროსთან? ამ თემაზე საუბარი აქვს. როგორ იქცა გამოცდილი სნაიპერი კილერად? არა. აი ეს არის დაუჯერებელი. თითქმის გამოუძიებელი საქმის ამბავი დღეს 8 საათზე. პოლიციამ ამ დრომდე ვერ დაადგინა კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის დამკვეთი და ვერც კილერის თანამზახველი. უძილაური მარტო მოქმედებდა. სროლის დროს უკვე მარტო. სროლამდე ვინ მიიყვანა ის? სროლამდე დანარჩენს გაეცემა. დღეს 8 საათზე ლევან ჯანგოლაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე შაბათის ეთერში. დაზარალებული სტატუსი თქვენც მოგცეთ? არ ვიცი ალბათ. მოპოვებულია დოკუმენტი, რომ რეჟიმა დაზარალებულად ცნო ხარება. ზოგი დამთავრია, ზოგი კრასკები აწყია. კაცი, რომელმაც აქციის 400-მდე მონაწილეს თავპირი დაულეცა, ახლა ამტკიცებს, რომ ფორმები დაუხიეს, ფეხსაცმელები დაუჭეჭყეს და მის სპეცრაზმელებს ზაფხულის მაისურები დეკემბრის აქციაზე შემოეხათ. კასკებია, ფარებია, ჩოვილობას ოქრავია, ყიაზობს რაღაცა. სად გაქრა ეს მკლავები? რა ვიცი, საკრება ხოლმე. ჩვენს ხელშია ხარებას და კრიმპოლის შეფის კუპატაძის მიმოწერა. კალაძე კი ჩივის, რომ დაკარგა ნაგვის ურნები. ამდენი ურნა რო იყო გატეხილი, როგორ დაიმახსოვრეთ? გაგებაშიც არ ვარ, მაგრამ რა უნდა? სინდისის პატიმრების საქმეში ჩადეს გათელილი ბალახის და მოთხრილი ბუჩქების ღირებულებაც. დაზარალებულია მერია. საიდან ადგენენ, რომ ბალახზე მხოლოდ აქციის მონაწილეები დარბოდნენ და სპეცრაზმი დარბევის დროს გაკვალულ გზებზე დადიოდა. საიდან ადასტურებს რამდენის არის ზიანი? არ ვიცი, ჩვენც ეგ მოაინტერესებდა. მაღაზია ბოსი ამტკიცებს, რომ ვიტრინა აქციის მონაწილეებმა ჩაუმსხვრიეს. ძირად ღირებული ვიტრინა რომელმა ჩაგიმტვრიათ? ძალიან კარგად იცით თქვენ. მდიდარი ქართველების საყვარელი მაღაზია დაზარალებულად უკვე სცნეს. როდესაც კითხვები დაუსვით, იქით დაიწყეს დავა ჩვენთან, რატომ დავდობთ მხოლოდ სინდისის პატიმრებზე და არა მათი ბრენდული მაღაზიის VIP კლიენტებზე. მხოლოდ სინდისის პატიმრები და აქ მოსული უკაცრავად აი აქ შემოსული ადამიანები არა ადამიანები არ არიან. კედელში არ არიან გამოკეტილი. პარლამენტი დარდობს კონდიციონერზე. მუშაობდა თქვენი კონდიციონერი იანვარი-დეკემბრის თვეში? ამას მეკითხები რა თქვენი საქმეა. შენობაში, რომელიც აქციის დღეებში სპეცრაზმის ყაზარმად იყო ქცეული, ჩივიან, რომ ფარდები დაუზიანეს. ჩვენება ვინ ჩამოგვერთათ ბატონო ჰამლეთ? ვერ სად პასუხობთ. დაკითხეს? პარლამენტში დაკითხეს თუ პოლიციის ვერ განყოფილებაში? პასუხობთ. დღეს 8 საათზე როგორ დასცინის რეჟიმი ხალხს. ბატონ ლევან, როგორ მოხდით ამ პოსტზე? ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ათობით ფილიალით მთელ საქართველოში ქართული ოცნების დეპუტატის ძმას ჩააბარეს. როგორ მოხდა ამ პოსტზე? თქვენ უკვე აღიარებთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. რა შუაშია თქვენ ძმაზე გეკითხები და გეძბიძინა ივანიშვილს? რა გაინტერესებთ? მეტადონის პროგრამის 1000-ობით ბენეფიციარს ახლა უკვე რეჟიმის სანდო კადრი გააკონტროლებს. რუსეთის მოქალაქეობას რატომ ინარჩუნებთ? რა კავშირი გაქვთ რუსეთთან, ბატონო?
შეხედე. ამ დროს. რას დარბიხარ? ხმახნო რა გთელავთ, მითხარი. მე ვღელავ? ერთი ძმა პარლამენტიდან ოცნების ტიტუშკების კონტროლში ამხილებული, მეორე ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შეფიხდება. ახალგაზრდები თქვენ ჩაგაბარეს და ნარკოდამოკიდებულები თქვენს ძმას ბატონო გიორგი. არჩევნებს ასე გააკონტროლებთ ძმები ერთად? ჯერ საკადრო ცვლილებები სახელმწიფო ნარკოლოგიურში და ახლა ნარკოპოლიტიკის ცვლილება. რა ჩაიფიქრა ამჯერად ქართულმა ოცნებამ? ადამიანები რა თქმა უნდა არიან ძალიან მოწყვლადი, ყოველთვის მანიპულირების მსხვერპლი. ის უბრალოდ ეწევა შეკის ფერსის სიარაშავებს არაფერს. როცა სჭირდებოდათ ბერად სამღერეს, მარიხუანას ლეგალიზების მხარდასაჭერად. ახლა კი ამტკიცებენ, რომ შეეშალათ და პოლიტიკას ცვლიან. ეს ყველაფერი აძლევს შესაძლებლობას გქონდეთ ლერკეტი წინასაარჩევნოდ. საქართველო ნარკოტრანზიტის მთავარი მარშრუტი. როგორ აწყეს ეს სქემები რეალიზატორებმა გავლენიანი მფარველების გარეშე. ერთი წამი გაიწიეთ, ოპერატორთან ახლოს არ მიხვიდე. თუ სისტემა რეალურად ებრძვის რეალიზატორებს, ვინც მთელი თაობა შეიწირა, თუ საზღვარზე რეალური კონტროლია დაწესებული, მაშინ როგორ შემოდის ამდენი ნარკოტიკი ჩვენს ქვეყანაში? რიგაგირეთ, ჩემო თბილი გულა და ჩემო მოსიყვარულეში. სტიქაროსნის სიკვდილის ბურუსით მოცული საქმე ოჯახი ხელს პოლიციას ადებს. ქეთს გაეკიდენ, ქეთს ცემეს და ქეთს შემოაკლათ ან მომიკლეს. 23 წლის სტიქაროსანი, რომელსაც პოლიცია მისდევდა, 3 დღის შემდეგ მკვდარი ნახეს. გაზიანება აქტუალგუგის არეში, მაგენის ხელწერაა ეს. პოლიცია დევნის ოპერაციას მალავდა, ვიდრე საქმეში მოწმეები არ გამოჩნდნენ და ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ დაადეს. აი აქ იყო. მოკლულია და მოყვანილი შემდეგ. ვინ მოკლა? პოლიცია. საქმიდან გააქრეს კამერის ჩანაწერები, სადაც უნდა გამოჩენილიყო, როგორ მისდევდა პოლიცია ლოცვიდან სახლში მიმავალ სტიქაროსანს. ვიდეო კამერის ჩანაწერები სად არის თქვენ? სადაც დაფიქსირებული არის ადევნების სპეცოპერაცია. მაგრამ ვერ გათვალეს, სათვალთვალო კამერა რომ სოფლის ფერმაზეც იყო დამონტაჟებული. არის ფერმაში ვინმე? რა ჩანს ამ კადრებში? გაჩვენებთ 8 საათზე. ფერმის სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები ნანახი გაქვთ? სტიქაროსნის სიკვდილის გამოუძიებელი საქმე. რა იყო ეს? უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა, რომლის კვალის დასაფარად ცხედარი მდინარის პირას ჩააგდეს. ესეთი დაბალი წყალი იყო თქვენ რაც ახსენეთ ვერ დაიხჩობოთ. ამხელა წყალში. ყველაფერს მოგიყვებით 8-ზე. დღეს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან თქვენთვის შაბათის ეთერის გუნდი იმუშავებს, ასე რომ არ უნდა გამოტოვოთ დღევანდელი.